დღეს ახალი სტილით 4 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს წმინდა მოციქულ ტიმოთეს, ღირსმოწამე ანასტასის სპარს. წმინდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმინდა მოციქულმა პავლემ მოაქცია 42 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე და მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა. პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესლინმა რწმენის მარცვალმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის აპყრობილეში გამომწყდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო. ისწრაფე ჩემ და მოსვლა დადრე. ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუ ღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონება დაბინდული უღმერთო ბრბო. გავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმინდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს ქვებით ჩაქოლეს. ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები მე-4 საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.